დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Storm Shadows ტიპის ფრთოსანი რაკეტების წარმოებისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას დასთანხმდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა ამის შესახებ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა. ეს ფრთოსანი რაკეტა, რომელიც საფრანგეთში სკალპის, ხოლო დიდ ბრიტანეთში Storm Shadows სახელითაა ცნობილი და რომლის მოქმედების რადიუსიც 250 კილომეტრს აღემატება წინასწარ განსაზღვრულ. უძრავს ამიზნეებზე ზუსტი დარტყმებისთვის არის შექმნილი. ბრიტანულ-ფრანგულ იარაღში გამოყენებული ბრიტანეთში წარმოებული კომპონენტების ტექნოლოგიებზე წვდომით უკრაინა ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა სკალპის ფრთოსანი რაკეტების საკუთარ ტერიტორიაზე წარმოებას. გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც 2023 წელს უკრაინას შორმანძილზე მოქმედი იარაღი გადასცა. ვოლოდიმირმა ახლა გთხოვა ჩვენი Storm Shadows ტექნოლოგია გავუზიაროთ, რათა უკრაინამ თავად შეძლოს ამ შესაძლებლობების შექმნა. მოხარული ვარ დღეს დავადასტურო, რომ ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილე და რომ ბრიტანეთისა და საფრანგეთის ინდუსტრიები, მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მაკრონსა და მის კოლეგებსაც, ახლა უკრაინასთან ერთად იმუშავებენ, რათა ეს შესაძლებლობა განვავითაროთ. ასევე ვთხოვ ბრიტანულ ინდუსტრიას მხარი დაუჭიროს ფრეიას პროექტს, რათა ამერიკის შეერთებული შტატების პეტრიოტის სისტემების უფრო იაფი ალტერნატივა უზრუნველყოთ ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად. პუტინმა უფრო სწრაფად რომ გააცნობიეროს, რომ ამ ომს ვერ მოიგებს რუსეთმა ზეწოლა უნდა იგრძნოს. მათ უკვე უჭირთ ომის დაფინანსება. ნავთობის ფასების ზრდის მიუხედავად რუსეთის ენერგეტიკული შემოსავლები შემცირებულია და მათ რეკორდული დეფიციტი აქვთ, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის ექსპორტზე ზეწოლისთვის. კოლეგებო, ერთად უნდა გავაგრძელოთ კოორდინირებული მოქმედება ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, როგორც ამაზე ივნისში პარიზში ვიმსჯელეთ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს გრემის კანონპროექტის განხილვისას მხარი უნდა დაუჭიროთ და მათ შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისკენ უნდა მოუწოდოთ. კიევში მსურველთა კოალიციის შეხვედრას პარიზიდან თანათავმჯდომარეობდა საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონმა საკუთარ სიტყვაში უკრაინის ანტიბალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დავაჩქაროთ მიწოდება. 2 დღის წინ ვოლოდიმირ ზელენსკისთან 2 საათიანი საუბარი გვქონდა. ამიტომ ამაზე დიდხანს არ ვისაუბრებ, მაგრამ საფრანგეთის მხრიდან დავაჩქარებთ ყველაფერს, რაც ხელმისაწვდომია. ასევე კოლეგებთან ერთად დავაჩქარებთ ლიცენზირების პროცესს, რათა თქვენ ამ შესაძლებლობების უფრო მეტად წარმოება შეწყოთ, მაგრამ ეს სრულიად ნათელია. ის ფაქტი, რომ უკრაინას განეიტრალების საშუალებები და ანტიბალისტიკური შესაძლებლობები აკლია, ადამიანების სიცოცხლეზე პირდაპირ აისახება. ამავე შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ზამთრისთვის სულმცირე 300 პეტრიოტის რაკეტა სჭირდება. ზამთრისა და ცივი თვეებისთვის სულმცირე 300 პეტრიოტის რაკეტა გვჭირდება. ყოველი რაკეტა გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს. ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ ეს ძალისხმევა უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის, ჩვენი დიალოგისა და სხვადასხვა გადაწყვეტილებების ფარგლებში. უარი არ უნდა ვთქვათ სხვა იდეებზე, რომლებიც სამართლიანი თავდაცვის საშუალებას მოგცემს ამ ომში, რომელიც რუსეთმა დაიწყო და რომელსაც ის კვლავ აგრძელებს. რუსეთის სუვერენული აქტივები უკვე გაყინულია ევროპასა და სხვა იურისდიქციებში, მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, იაპონიის ჩათვლით და სადაც არ უნდა იყოს ეს აქტივები, რუსეთის ომისგან თავის დასაცავად მათი სამართლიანად გამოყენების გზა უნდა ვიპოვოთ. გამართულ შეხვედრაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გახშირებული რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან უკრაინის დაცვა იყო. ერთობლივ განცხადებაში მოკავშირეებმა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე სისტემური და მზარდი თავდასხმები დაგმეს და პირობა დადეს, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვას როგორც გადაუდებელ პრიორიტეტს გააძლიერებენ.